ინვაზიური პლაცენტარული დარღვევები მიეკუთვნება სიცოცხლისათვის საშიშ დაავადებებს. ამ პათოლოგიის დროს ძალიან მაღალია როგორც დედის სიკვდილობის მაჩვენებელი, ისევე ნაყოფის და ახალშობილის გარდაცვალების მაჩვენებელი. ვინაიდან და რადგანაც პლაცენტა ხშირ შემთხვევაში გადის გენიტალიების საზღვრებს გარეთ, მაგალითად საშვილოსნოს გარეთ და ხდება ხოლმე მეზობელ ორგანოებში მისი ჩაზდა. ამიტომ ამ პათოლოგიის არსებობის დროს ძალიან ხშირია არა მარტო ერთი, არამედ რამოდენიმე ოპერაციის გაკეთება, რომლის მსვლელობაში სისხლის დანაკარგი ზოგჯერ აღწევს 5-7 litrს. ჩვენ გაყოფილებას გააჩნია ძალიან დიდი გამოცდილება ამ პათოლოგიის მართვაში. ეს უკვე ბოლო 3 წლის განმავლობაში მე-16 შემთხვევაა. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევაში, აქ ქონდა ანამნეზში საკეისრო კვეთები და მინდა მოგახსენოთ, რომ ეს პათოლოგია ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ამ ოპერაციის ჩატარების შემდეგ და ზოგ ახალგაზრდას გონია, რომ საკეისრო კვეთა ეს ძალიან იოლი ოპერაცია, თუმცა ერთ-ერთ გართულებად ითვლება არა მარტო პლაცენტის დაბალი მიმაგრება, ან პლაცენტის წინდებარეობა, ან მისი ჩაზდა სხვადასხვა ხარისხით და ამ შემთხვევაში ქონდა ყველაზე მძიმე ხარისხი, ანუ როდესაც პლაცენტა გასული იყო საშვილოსნოს ფარგლებს გარეთ და ჩაზდილი იყო სარდის ბუშტში, ეგრეთ წოდებული პლაცენტა პერკრეტა. ცხადია, რომ ამ ოპერაციის ჩატარების დროს საქმე ქონდა არა მარტო სამიანე ოპერაციასთან, არამედ უროლოგიურ ოპერაციასთან, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში შესაძლებელი იყო დაზიანებული შარდის ბუშტიდან ძლიერი სისხლის დენის არსებობა. ოპერაცია ჩატარებამდე ჩვენ ჩავატარეთ ყველა ის აუცილებელი გამოკვლევა, რომელმაც მოგცა საშუალება, რომ მიგვეყვანა ეს ორსულობა იმ გესტაციურ ასაკამდე, სადაც შესაძლებელი იყო უკვე ნაყოფის გადარჩენა და ვინაიდან სახეზე ქონდა პროგრესი ჩაზდის, ოპერაცია ჩატარდა 27-28 კვირის ორსულობაზე, ამოყვანილი იქნა ცოცხალი ბავშვი, სხეულის მასით 1,100 კｇ, ჩატარდა დიდი მოცულობის ოპერაცია, მათ რიცხვში შარდის კედლის რეზექცია, შარდის ბუშტის დრენირება და ეს მორიგი ოპერაცია გახლავთ, როდესაც ასე კარგად და ბედნიერად დამთავრდა ეს რთული სიტუაცია მიანობაში. იმდენად მომზადებული ვიყავით, რომ გემოტრანსფუზიაც არ დაგვჭირვებია, სულ გადავასხით 350 მილილიტრი მისივე სისხლი ეგ ხელსაწყოს საშუალებით, რომელსაც cell-saver ქვია, ეს სავსებით საკმარისი იყო, თუმცა ლიტერატურაში როგორც გითხარით, აღწერილია, რომ ამ ოპერაციის დროს ზოგჯერ დანაკარგი 5 ლიტრ და კიდე მეც აღწევს. ჩვენ ნაყოფსაც ვამზადებდით ორსულობაში იმისათვის, რომ ეს უნდა კარგად და ვამწიფებდით მას და დღეს უკვე სახეზე გვაქვს სხეულის მასის ზრდა, რაც კარგი ნიშანია და საწინდარია იმისა, რომ ცოტა ხანში ახალშობილი გაეწერება უკვე სახლში. ბატონმა ჯუმბერიმაც, რა თქმა უნდა, მიამბო რისკების შესახებ, თუ რა შეიძლება მომხდარიყო ორსულობის მსვლელობის პერიოდში, მაგრამ მე იმდენად ვიყავი ოპტიმისტურად განწყობილი, იმდენად ვიყავი, ღვთისმეტყველის ერთი წამი არ დამიკარგავს. ცოტათი ცელქობდი ორსულობის პერიოდში, როცა მეტყოდნენ, რომ 2 კვირაში უნდა მოხვიდე გაესინჯო, 3 კვირაზე მოვდიოდი, არ უჭერებდი. მინდოდა რომ დროში გამეწელა პერიოდი, რომ ბავშვიც მიმეყვანა იმ სასურველ ასაკამდე, სასურველ პერიოდამდე,
თუ გადარჩენილიყო ბავშვიც მარტო ჩემზე არ ვფიქრობდი ამ შემთხვევაში. და ბატონმა ჯუმბერმა მართლა საოცრება მოახდინა ოპერაციაზე როცა შევდიოდი შემპირდა რომ ეკუნაო ესე მეძახდა ყველა პირდები რომ ყველაფერი კარგად დასრულდება და მადლობა უფალს მართლაც ყველაფერი კარგად დასრულდა